23 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოს პალატიდან დალოცა მორწმუნეები. ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოათავსეს. პაპი ფრანცისკე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ 5 კვირიან პნევმონიასთან ბრძოლას გადაურჩა, ვატიკანში თავის რეზიდენციაში დაბრუნდა. 88 წლის ფრანცისკეს ავტომობილების კოლონა აცილებდა. მას ვატიკანის მოედანზე უამრავი ადამიანი ელოდებოდა. პაპი ფრანცისკე ჯემელის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც გამოიყვანეს ეტლით აივანზე, საიდანაც ხალხს მიესალმა და გაუღიმა. არგენტინელ პაპს ქრონიკული ფილტვის დაავადება აქვს. ახალგაზრდობაში მას ფილტვის ნაწილიც ამოკვეთეს. იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჯემელის კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. ექიმების თქმით, მას ჰქონდა რთული ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი რესპირატორული ინფექცია, რომელმაც ორივე ფილტვში პნევმონია გამოიწვია. პაპმა საკმაოდ დიდი დრო გაატარა საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის გამო ღელავდნენ მორწმუნეები. მათ არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა იგი, თუმცა ახლა ყველა მშვიდობით ამოისუნთქა.